აქ რაღაც საინტერესო ხდება. ლეგიონერები რო ჩამოყავთ, უნდა ჩამოყავდეთ, ჩამოიყვანო სერიოზული ლეგიონერები. ბევრია, რომლებიც ხელს უშლის ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელებს განვითარებას. მსხვილი ტრენერი არის საჭირო რომ ჩამოვიდეს და დააყვალიანოს აქ ქართველი ტრენერები, რა. ეროვნული ლიგა დაბრუნდა და Newsmakers-ის YouTube არხზეც განახლდა კომაგების რუბრიკა, ვისაც არ გახსოვთ, თვეში ორჯერ დავესწრები ეროვნული ლიგის შეხვედრებს და გაგიზიარებთ ტრიბუნებზე მყოფი გულშემატკივრის ასრს, რას ფიქრობენ ეროვნულ ლიგაზე რის გაუმჯობესებას ისურვებდნენ და ასე შემდეგ. დღეს ვიმყოფები დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე, სადაც გაგრა დაუპირისპირდება სამგურალს და ვნახოთ რა გარემო დაგხვდება ტრიბუნებზე და რას იტყვიან გულშემატკივრები. ხალხი ცოტა ჯერჯერობით, მაგრამ თამაშის დაწყებამდე არის დრო და იმედია რომ მაყურებელის რაოდენობაც გაიზრდება. აქ რაღაც საინტერესო ხდება. ბოლოს როდის ნახეთ ეროვნული ლიგის შეხვედრებში ტრიბუნებზე მსგავსი რა. ის გულშემატკივრობთ. რა თქმა უნდა, წყალდობა სამგურალს. ვიდრე ვარ ჩამოსული, რო უბარეშკა წყალდობა სამგურალს. ყოველთვის დადიხართ ხოლმე? ყოველთვის. გასვით თამაშია, ყოველთვის არაბა გამოტვებული, აგერ ვიცუდავართ. ყოველთვის დადგარ სამგურალს გულშემატკივრები ვართ, სული და გული. რა მოლოდინები გაქვთ წლევანდელ სეზონში, თავიდან? წლევანდელ სეზონში მე მგონი კარა 100%-იანი იმედი მაქვს, რომ სამეულში მოხვდებ და ევროპაზე უნდა გავიდე. აი ზოგადად ეროვნულ ლიგაზე რა შეგიძლიათ რო გითხრათ? ეროვნულ ლიგაზე ახლა ისეთი გუნდებია, არ გუნდებია, მაგრამ წყალდობა სამგურალს არ არის. ისეთი გუნდი, რომ არის მასკლას. რის გაუმჯობესებას ისურვებდით? თუნდაც წყალდობაში, თუნდაც თლიანად ეროვნულ ლიგაში? თლიანად ლიგაში, ევროპაზე უნდა გავიდეს რომელიმე გუნდი, ერთერთი გუნდი ვერ გავიდა და მე მგონი წყალდობა უნდა გავიდეს ევროპაზე და უნდა ითამაშოს ფინალი. მე წინააღმდეგი არ ვარ. აი შენები რა გრანტია. აი თქვენი ეს რატო ვერ გადიან ქართული კლუბები? რა არის პრობლემა? პრობლემა რა არის და რა ვიცი ახლა კი არიან მოდომები და იმარა სტადიონი ახლა ჩვენთან წყალდობაში შენდება კარგი სტადიონი ევროპის დონეზე და მიტო სტილობთ რომ ევროპაზე გავიდეთ და გავალთ 100%-იანი თორა ჩემ სიტყვას მე ნახავთ ივაში რომ აი თქვა ამ კაცმა ეს და შეასრულებოდა ვის გულშემატკივრობთ ალბათ დღევანდელ შეხვედრაში? გაგრას გულშემატკივრობთ, იმიტომ რომ ჩემი ბავშვობის მაგაცი თამაშობს გაგრაში და მოდი ჩაგულშემატკივროთ. ზოგადად თუ უყურებ ეროვნულ ჩემპიონატს? ხანდახან კი, აი ჩემი ძმაკაცის გამო რა, თორე დიდად დაინტერესებული ეროვნული ლიგით არ ვარ, იმიტომ რომ მეტი განვითარება ჯერჯერობით ჩემს საჭირო რა. ხო დაინტერესებს. რა მიმართულებით არის განვითარება საჭირო, რას ფიქრობ? თუნდაც სპორტული რა, მეტი мотиваცია ჭირდება ჩემი აზრით ნებისმიერ ფეხბურთელს რა, აქაურს. რაც არ გვაქვს, აი ვარჯიშებს თუნდაც რა. ისეთი რომ იყოს, როგორც უცხოეთშია დაუშვათ. კარგი იქნებოდა და მეტი რომ იხარჯებოდეს რა, ჩემი აზრით. ანუ აი ფინანსური ნაწილი. ფინანსური კუთხითაც და ისედაც რა, ჩემს 1-2 უცხოელი ტრენერი არის საჭირო რომ ჩამოვიდეს და დააყვალიანოს აქ ქართველი ტრენერები რა. მე ვფიქრობ კარგი იქნებოდა. იმიტომ რომ კაი ფეხბურთელები ყავს ზოგადად, ანუ კაი ახალგაზრდობა ყავს და მეტი განვითარება ჭირდება და აი როგორც ყვარცხელია მაგალითად მასეთი ბევრი ყავს, მაგრამ მიცვალებები არიან, იმიტომ რომ განვითარება ჭირდებათ რა და ის აქ არ აქვს რა. ამიტომაც საჭირო. კლუბმა გადავწყვიტა შეგვექმნა ჟოზესთან ერთად თანამშრომლობით ჩვენი მოსკოტი გაგრინიო. გაგრინიო არის ძალიან მნიშვნელოვანი პერსონაჟია. მარტო იმიტომ არა რომ დელფინია და შავ ზღვასთან არის დაკავშირებული და გაგრასთან ასოცირდება. გაგრინიო დასვავს და გააჩენს შეკითხვებს ბავშვებში. სად არის გაგრას სახლი, საიდან არის გაგრას, რა არის გაგრა? აი ესე დაძალების გარეშე რომ ბავშვებში შეიქმნას ის ინტერესი ისტორიის და ჩვენი ფესვების მიმართ. ჩვენ შევეცდებით რომ ყველა მნიშვნელოვან თამაშზე ყავდეს გაგრინიო, რადგან აი დღესაც გაგრინიოს საგულშემატკივროდ გაგრინიოსთან ერთად ძალიან ბევრი ბავშვია მოსული და ამიტომ შევეცდებით რომ რაღაცა მხოლოდ გაგრინიო არ ყავდეს, გაგრინიოსთან ერთად რაღაცა პატარ-პატარა შოუები შემოგთავაზოთ და შევეცდებით რომ რაც შეიძლება ხშირად იყოს. შევეცდებით რომ ყველა საშინაო მატჩზე ყავდეს, რომ უგულშემატკივროს ჩვენ გუნდს. რა მოლოდინები გაქვთ წელს გაგრასთან? წლევანდელ სეზონში. უკეთესი თამაში. აი უფრო წინსვლა. აი დაახლოებით რომელ ადგილს ვარაუდობთ სეზონის ბოლოს? რთულია მაგის თქმა. ნახოთ შევხედოთ. მონომებული ყველა გუნდია ალბათ.
აი ზოგადად ჩემპიონატს როგორ შეაფასებთ მთლიანად? აი რის გაუმჯობესებას ისურვებდით? ჩემპიონატი მე რაც მახსოვს იმაზე ძალიან მაგრა გაუმჯობესებულია, მაგრამ გასვლა ევროპაზეა და თამაშები იქით. აი რა არის მაგისთვის საჭირო რომ გავიდეთ? თქვენი მეტი აზრით. მონდომება და მეტი ფიზიკური შრომა. ფინანსები? ფინანსები თავისთავად. აი თქვენ რო შეგეძლოთ დღეს პირველს რა შეცვლიდით ჩემპიონატში იმისთვის რომ თუნდაც ტრიბუნაზე ხალხი დაბრუნდეს, თუნდაც დონემ რომ აიწიოს. ამაშის დონეები უნდა შეიცვალოს და ამაშის დონე რო შეიცვალოს, აი ეს ლეგიონერები რო ჩამოყავთ, უნდა ჩამოიყვანო სერიოზული ლეგიონერები და თამაში წაიწევს. ჩვენებიც მიეჩვევიან ნიგენთან თამაში და წავა წინ ყველაფერი. ამიტომ მაინც ფინანსებზე მიდის ყველაფერი. ლეგიონერებთან დაკავშირებით მინდა ერთი რაღაცა რო თქვა. ძალიან ბევრმა მოიყარა თავი საქართველოს მასშტაბით. ბევრია, რომლებიც ხელს უშლის ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელების განვითარებას. აი ესენი კი უმეტესო პერსპექტივაა. და ჯობია რომ ფედერაციამ მიიღოს ესეთი კანონი 3 ან 4 ლეგიონერი მეტი არის. ჩემი აზრით. რა თქმა უნდა. ეს ყველაფერი ბოსმანის კანონმა ხმარა ევროპაში, თორე ევროპაშიც 2 ფეხბურთელის მეტი არ ქონდათ უფლება რომ ეთამაშონ. მილანსაც კი. რა მოლოდინები გაქვს სამგურალისგან წლევანდელ სეზონში? რა ვიცი, ძალიან კარგი გუნდი შეკრეს და რა ვიცი, დიდი იმედი მაქვს რომ სამეულს მაინც მოახერხებენ და სამეულში შევიდნენ. აი ზოგადად ეროვნულ ჩემპიონატში რას ისურვებდით რომ გაუმჯობესდეს? რა არის თავარი პრობლემა დღეს და რა უნდა გაკეთდეს? ესე დეტალურად ვერ ჩაგიშლით, მაგრამ არის პრობლემები, არის ბევრი სამუშაო და პირველ რიგში იმდენი უნდა მოახერხოთ, რომ მინიმუმ გულშემატკივარმა იაროს სტადიონებს. თქვენი აზრით რატო არ დადის? ბევრი მიზეზი აქვს და ესე კონკრეტულად აი ყველაზე მთავარი რამე თუ შეგიძლია რომ ალბათ მაინც ხარისხი, ჩემპიონატის დონე და კლუბების მუშაობა რა, რომელიც აისახება დღევანდელ სიტუაციას. დღეს მოთამაშე გუნდებიდან ეხლა რა ვიცი ამ ორიდან არც ერთი გულშემატკივარი არ არის, სიმართლე გითხრა, უბრალოდ უყურე პირველი ტურია მონატრების ამბავია განახლდა უმაღლესი ლიგა და რა ვიცი აი კარგი თამაშს ველოდები რა ვიცი. ლიან სეზონს რა მოლოდინები? ლიან სეზონს ტორპედოს გულშემატკივარი ვარ ზოგადად, მაგრამ ვიცი ცოტა ისე ვარ სკეპტიკურად მაინც განწყობილი წელსაც შემადგენლობიდან ტრანსფერი პირველი თამაშის შემდეგ კიდე უფრო მით უმეტეს კი მით უმეტეს მეცველობით კი არ არის პაი ცუდი გუნდი წინა წელს ნახეთ კიდევაც რომ თასი მოიგო და რავი ბევრს უპრის მოუწყობს ბევრ გუნდს სავარაუდოდ მაგრამ ტორპედოსგან მეცველოდებოდი და რატო დადიხარ თამაშებზე აი რომ მაყურებელმა ბევრი თვლის რომ აი რა აზრი აქვს სიარულს ხო ხდები რა დამოკიდებულებაც არის საზოგადოებაში აი ნახეთ ხო ანუ ეგ მომენტია მიყვარს ფეხბურთი მოკლედ და არ ვართ განბირებული ხა ჩემპიონთა ლიგის თამაშები და კონფერენცია და UEFA-ს ლიგებზე ვერ დავდივართ ხა ჩვენ ქვეყანაში და ჩვენ უმაღლეს ლიგაზე მაინც დავდივარ როცა მაქვს საშუალება და თავისუფალი დრო ну ტორპედოს თამაშებზე ყოველთვის და შიგადაშიგ სხვა თამაშებზე თავისუფალი დრო თუ მაქვს მირჩევნია ტრიბუნიდან უყურო ვიდრე პირობითად ტელევიზიით ვის გულშემატკივრობ? მე სამგუროა, შენ? მეც. სამგუროა გულშემატკივრობ. აი რა მოლოდინები გაქვთ? დღესაც და ზოგადად ლიანი სეზონის განმავლობაში. მოლოდინები და სურვილები არის რომ ცოტა უფრო დონე მაიწიოს, უკეთეს ჩემპიონატი ქონდეს, მეტი მაყურებელი დადიოდეს სტადიონზე და ну რა ყველა სიამონებას ვიღებდეთ რა როგორც მიყვარს ქართველებს ფეხბურთი დაახლოებით ისე რა. თქვენი აზრით რა უნდა გააკეთონ ან კლუბებმა ან ყველამ ერთად რომ აი ეს ხალხის რაოდენობა და დონე გაიზარდოს? ბევრი საქმეა ძალიან გასაკეთებელი. ყველაზე მთავარი თქვენი აზრით. ჩემი აზრით ხარისხიანი ლეგიონერი რამოდენიმე მინიმუმ საქართველოს ჩემპიონატს. ჩემი პირადი აზრია, შენ რას? ხალხმაც უნდა მოინდომოს ცოტა რომ დონე მაიწიოს. ნუ ყველაფერი ერთმანეთს ხელს ბანს რა, ესე ვთქვათ. უფრო ჩემი აზრი ლეგიონერები მაინც რა. და კარგი ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელები.
დასრულდა დღევანდელი შეხვედრა. სამგრელმა მინიმალური ანგარიშით მოახერხა გამარჯვება. მე მაქსიმალურად შევიცადი, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანის აზრი გამეზიარებინა თქვენთვის და ვისურვები, რომ შემდეგ შეხვედრებში რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა დააფიქსიროს თავისი აზრი. დღეს ასევე გამოვყოლდი გაგრინიოს, ვფიქრობ, რომ ეროვნულ ლიგაში მსგავსი აქტივობები ძალიან სასიამოვნოა და ასევე იმედი მაქვს, რომ მიმდინარე სეზონში კიდევ ბევრ მსგავს და უფრო კარგ სიახლეს ვნახავთ. შევხვდებით შემდეგ ტურში და თქვენ თუ მოგეწონათ ვიდეო, დალაიქეთ და გამოიწერეთ არხი.